მოგესალმებით. ყველა ქართველს გისამძიმრებთ პატრიარქის გარდაცვალებას, ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დამოუკიდროს ცათასასოფეველი. მე მაინც გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო ჩემი გაკვეთილები, მე მიჭირს ხომ როცა ძალიან დიდხანს ესეთ ინტერვალებს ვაკეთებ და ეხლა მე გადავწყვიტე, რომ ესეთი სულ თავიდან დავიწყოთ და არც ვიჩქარებ, აი თითოეულ თვალს ესე ცალ-ცალკე გავარჩევთ. თუმცა მე მაქვს ესეთი გაკვეთილები დამწყებთათვის ჩაწერილი, მაგრამ ფიქრობ, რომ ისეთი კონკრეტული და ძალიან ესეთ დროში არ იყო საკმარისად განხილული ეს თვლები და მოდით ყველა თვალი ესე თითო გაკვეთილზე თითო თვალი ჯობია რომ გავაკეთოთ და თან გარკვეული ესეთი ნაკსოებიც შევქნათ. მე ხა ცოტა სკელ ასეთ დიდ ყაისნახს ავიღებ, აი ნახეთ 5 მმ-ია და ძაფსაც აი ამის წინ მოგსოვია ამ ავისფერი ძაფით ესეთი ჩანთა და ესეთი საკმაოდ ესეთი მსხვილი ძაფია, ვფიქრობ, რომ კარგად გამოჩნდება, ანუ სასწავლოდ კარგი იქნება. თუ გექნებათ ხოლმე კითხვები, შეგიძლიათ დამისვათ, ანუ მომწეროთ, ხო? ვიდეოს ქვეშ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დასვათ და მე ვეცდები გიპასუხოთ. აი ესეთი ეს არის ახლა ყველაზე მარტივი სიმბოლოები, რაც არსებობს, ხო, ესე იწყება ესეთი მარტივი თვლებით და მე უფრო რთულდება, რა თქმა უნდა. თუმცა ძალიან ბევრი ახალი თვლებიც არის უკვე მოგონილი, შეიძლება ამ სიმბოლოებში არ იყოს ყველა, მაგრამ მე ვეცდები დროთა განმავლობაში ყველა ასე თუ ისე გაჩვენოთ. აი პირველი თვალი, ყველაზე მარტივი. თუმცა აი თვალს სანამ დავიწყებდეთ, კიდევ აი სულ ბოლოში გვაქვს აი ესეთი წრე. ეძახიან ამას adjustable ring, magic ring, ასეც ეძახიან. ანუ ის აი ესეთი რგოლი, საიდანაც იწყებთ ხოლმე, აი თქვათ, როცა განსაკუთრებით გაქვთ წრიულის ნაკსოვი. წრიული ნაკსოვის ქსოვას როცა იწყებთ, ხო? აი თქვათ ესეთი მაგიდაზე გადასაფარებლის, ხო? უფრო იწყებენ ხოლმე ცენტრიდან. თუმცა ეს ახლა ნახეთ მე ერთი ხვია გავაკეთე, ძალიან მარტივია, ხო? მაგრამ აქაც ნახეთ თუ დააკვირდებით, შემთხვევით არ არის რამდენიმე ხვია. აი ზოგჯერ აკეთებენ ეს თითზე იხვევენ. აი ესე რამოდენიმე ხვიას აკეთებენ, რომ სისქეს აძლევენ აი ამ გულს და შემდეგ შეიტანენ აი ამ ნახეთ თან თითი მაქვს ესე შიგნით და აი ამაზე შემდეგ ქსოვენ თქვათ თვლები ახლა თავისუფალი თვალი ამოვიყვანეთ და მე თვლებით ნამატის გარეშე ანუ ნებისმიერი თვალი შეგიძლიათ ნახევრად ნამატით მოკლედ ეს რგოლი აი ეს ნახევრად ნამატით გავაკეთე ახლა აი ერთი ნამატით ახლა თითქოს გაჩვენებთ უკვე სხვადასხვა თვალს, მაგრამ ანუ ეს რგოლი, რაც თავიდან თითზე დავიხვია, აი ეს არის ესეთი ყველაზე მარტივი ესეთი რითიც უნდა დაიწყოთ ხოლმე ეს ესე იგი რკალი ესეთი, ხო? და ამაზე როცა წრეულად ქსოთ, ან ოთხკუთხედი როცა გინდათ, მაშინაც გულიდან იწყებთ, ხო? ცენტრიდან და შემდეგ გარკვეული ნამატები კეთდება 4 ადგილას და ოთხკუთხედი ფორმირდება, ან ოვალი, მოკლედ ესეთი. შეიძლება იყოს ესე იგი ერთი წრე და ზედ აკრიფოთ თვლები, ან შეიძლება თითზე დაიხვიოთ 1 2 3 და აი შემდეგ აკრიფოთ, უფრო სქელი გამოგივათ, აი თქვათ შესაკრავად ვაკეთებდი ხოლმე მახსოვს როგორც ღილი მინდოდა რომ გამოსულიყო და ნახეთ რას ვაკეთებდი მოდით გაჩვენებთ ბარემ აი ესე იგი ვახვევდი თითზე აი რა ცოტა რაოდენობა რო იყოს საკმარისი და ეხლა აი ამაზე ეხლა თითის შიგნით დაკავება ცოტა გამიჭირდა და გამოვიღე და ამ ხვიებზე მე სულ ქსოვდი თვლებს ნამატის გარეშე და ნახეთ ესეთი ღილაკი გამოდის. ეხლა ეს უკვე თვალი გაჩვენეთ, რომელიც არის ესეთი თვალი ნამატის გარეშე, მაგრამ მინდა რომ უბრალოდ ეს რკალი აი რუსულად კალცო, ხო, ესე ჩაკეტილი რგოლი აი რისთვის გამოიყენება ხოლმე. აი ესე და თქვა შეაერთოთ პირველ თვალთან და ნახეთ
ფაქტობრივად აქ იმდენად არ ჩანს. აი ეს უფრო რაღაც ესეთი ღილის ფორმას აძლევს და თუ კიდევ ერთ რიგს გააგრძელებთ და ესე გადაავლით, კიდევ უფრო გასქელდება. და ასე ღილებს უკეთებენ ხოლმე სხვადასხვა ჩანთებს, რომ აი შესაკრავად დაამაგრებენ ხოლმე ერთ მხარეს აი ამ ღილს, მეორე მხარეს თქვათ ესეთი ენა, ხო? ასეთი ლენტი იქნება, რომელიც ბოლოვდება გარკვეული ესეთი მარყუჟით, რომელიც აი თქვათ, რომელშიც გააძვრენთ ამ ღილაკს, ხო? ანუ ორ მხარეს, ჩანთის ორ მხარეს ესე აი არის ერთ მხარეს ეს ღილი იქნება ერთ მხარეს და მეორე მხარეს ის ენა. აი დავასრულე, ნახეთ, აი კიდევ უფრო გასქელდა. აი ესე შეიძლება იყოს ჩანთაზე და აი ეს ენა, რომელსაც ბოლოში ექნება ესეთი რკალი, რომლითაც ესე ჩამოაცვავთ, ხო? და ეს დაიკავებს შეკრულს ამ ჩანთას. სადღაც მაქვს ერთ-ერთი ჩანთა მგონი ესეთი. ეს მოკლედ რაც შეეხებოდა აი ამ რგოლს, ეს ყველაზე ესეთია. თითზე დახვევით, ესე ხშირად აკეთებენ. Adjustable ring, ესე ქვია. კარგით, ეხლა მე მაინც მინდა რომ პირველი თვალი ეს არის chains ეძახიან, ჯაჭვი, ანუ რუსულად ეძახიან воздушная петля, ანუ ესეთი ჰაეროვანი, მაგრამ მე უფრო ესე თავისუფალ თვალს ვეძახი. ესე უფრო მგონი შესაბამება. chain ეს როგორც ჯაჭვი, იმიტომ რომ თუ რამოდენიმე საკრიფავთ, გამოგივათ მართლა ჯაჭვი. აი ესეთი სიმბოლოა, ეხლა აქ თითქოს გაწერილია, ცოტა ესეთი ოვალია, მაგრამ როგორც წესი, ესე ბურთები არის ხოლმე ესეთი წრეები, ხო, წრეებით აღინიშნება ხოლმე. კარგი, და ცოტას დავშორდები. ამაზე უფრო ფოკუსი გააკეთოს ნაკსულზე. უბრალოდ ჩვეულებრივად იწყებთ პირველი, აი, ხეთ გადადებულია. აი ესე. და როგორც წესი, აი ეს პირველი არის ხოლმე კვანძი, იმიტომ რომ ეს აფიქსირებს. ნახეთ, კარგად უნდა მოჭიმოთ. შემდეგ უკვე იმის მიხედვით თქვენ რას აპირებთ, ზოგჯერ უფრო დიდი თვლებია საჭირო, ზოგჯერ უფრო მოჭიმული ქსოვა, ანუ უფრო დააპატარაოთ, ხო, ესეთი. მტკიცეთ ერთმანეთთან. გააჩნია როგორ ნაკსულს აპირებთ რომ გააკეთოთ. აი ახლა ნახეთ, პირველი თვალი იქნება აი ეს. აი ეს არის თქვენი ჯაჭვისებური თვალი. ერთი. მეორე. მესამე. აი როგორია ესეთი თითქოს ნაცნავს გავს, ხო? ასე ვეძახი ხოლმე ნაცნავისებური უზორი, იმიტომ რომ მართლაც გავს ესე თუ ესე აკრეფავთ ესე რიგს ამ თავისუფალი თვლებისას, ხო? ჯაჭვს გავს და ნაცნავსაც გავს ესე ნამდვილად. აი უკრიდან ესეთია. ეს გვერდიდან. აი ესეთი. ამ სხვა შორის მხოლოდ ესეთი ჯაჭვითაც შეიძლება ხოლმე ნაკსოვების გაკეთება ისეთი ცოტა მარტივი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი რთული ნაკსოვები, აი რამდენიმე დავაგროვებ ესე კიდევ თვლებს და დააკავშირებთ, თქვათ. აქ უკვე თქვენზეა გარკვეული ესეთი მარყუჟები დაგიჯდებათ. აი ეს, ეხლა გავაგრძელებთ, ნახეთ, ეს ძალიან ქაოსურად ვაკეთებ, ხა არ მაქვს დაგეგმილი რა ორნამენტი გავაკეთო, მაგრამ უბრალოდ გეუბნებით, რომ მხოლოდ ჯაჭვისებური თვლებითაც, ანუ იგივე რაც თავისუფალი თვალი, ხო? შეგიძლიათ გარკვეული ორნამენტების შექმნა. აი, კეთ მოვონავთ, შეხავთ. შეიძლება თქვა რუიანი გააკეთოთ, ან ცოტა ისეთი რუიანიც არა და აი ცოტა იქით. აი ესე. ცვათ ესეთი წრეებია თითქოს, ხო, რაღაც ბურთებივით გამომივიდა ახლა მე. აი ეს. სხვადასხვა ტიპის ნაკსოვები შექმნათ. კიდევ მოვხვიოთ ცოტა ისეთი მივცეთ რეგულარული სახე. ეს რეგულარულობა ქსოვაში მაინც მნიშვნელოვანია, უფრო შეიძლება ესე ქაოსურათაც რაღაც მოგსოვოთ. თქვათ, ორნამენტები არ იყოს მაინც ესე გარკვეული წესით, მაგრამ ეს უფრო სილამაზეს ქმნის ხოლმე, როცა რეგულარულად, ანუ რაღაც ინტერვალები ერთნაირი გაქვთ, ან ზრდადია, ან რაღაც ესეთი, მოკლედ,
მეგონი ხვდებით, რასაც გულისხმობ. ისევ თავისუფალი თვლები. მოკლედ, ესეთი მამდაგვარი ნაკსოვია ეს თქვენი ჯაჭვისებური თვლები. მოტრიალებისას რაც შეეხება, აი როცა თქვათ მეორე რიგზე გვინდა გადასვლა, ხო? ორი განსხვავებული ის ვიცი მე რაც შემიძლია რომ გითხრათ, აი მოტრიალება თქვათ მეორე რიგი გვინდა მოგსოთ. აი ბოლო თვალი, რა თქმა უნდა, ბოლო თვალში ვერ შევხат, ნახეთ რატომ? აი აქ თუ შეხვედით, აი საინაც ამოიტანეთ, ეს უკვე ძაფი გამოგივარდებათ, ნახეთ? აი თუ შეხვედით და გამოიტანეთ, ხედავთ? აი ეს არ კეთდება. ესე იგი ბოლო თვალი რჩება ხელუხლებელი და იმის წინაშე. აი ერთი გზა არის რომ აი ერთ კედელში აი აქ შეხვიდეთ და თქვათ არ ვიცი რაც გინდათ, თქვათ ისევ შემართებელი. ახლა ყურეთ შემართებელი თვალი არ ვიცით ჯერ, მაგრამ აი ესეთია მოკლედ აი ეს. მაგალითისთვის მაინც საჭიროა რომ გითხრათ. აი ეს დაბალი თვალია ძალიან. კარგი. ერთი გზა ესეთია. ეხლა მეორე გზა, მე ცოტა ესე ერთნაირი ზომის იყოს ეს თვლები. მეორე გზა არის აი ესეთი. ცოტას ამოატრიალებენ ხოლმე. აი ეს. და ნახეთ, აი გვერდიდან რო შეხედავთ, აი უკანა თითქოს ეს ამოკუზული ადგილები აქვს. აი აქედან უფრო გავს სხვადასხვის ჯაჭვს, ვიდრე წინიდან უფრო ნაცნავს გავს ეს თავისუფალი თვლები. და აი აქ შედიან. აი ესე მოდით შემაერთებელი თვალი. აი ეს. ეს ცოტა განსხვავებულ ნაკსოვს მოგცემთ, მაგრამ სხვადასხვის უფრო ხშირად ამას იყენებენ. ნახოთ, აი ნახეთ, ესე იგი აქ კი არ შედიხართ, აი პირველი მეთოდი რო გაჩვენეთ, არამედ ამოატრიალეთ და აი ცოტა უკან, აი აქ. ეხლა სულ მოგსოვე შემაერთებელი თვლები, ნახეთ როგორია. ეს მეორე რიგი თითქოს, აი ესე გამომივიდა, ხო? თუ გინდათ რომ მოგსოვოთ მეორე რიგი, თორე შეიძლება უბრალოდ ერთი რიგით აი რაღაც ესეთი ჯაჭვი და ესეთი წრიული ესენი შეკრული ნაკსოვი ესე კონდეთ. შეიძლება ესეთი იყოს ბევრი. უკეთება ისევ გავაგრძელებ თქვათ თავისუფალი თვლები. აი ეს. ეხლა აი ეს ნაღის დაკავებაზე მე ვერ გეტყვით რომ მაინდა-მაინც კაცრი წესი არის ამისი. ვისაც როგორ ეხერხება. მე ესე ვიკავებ აი ეს ადგილი, სადაც დიდიც ვიკავებ ხოლმე და ეს მოხერხებულია. ზოგი აი ესე იკავებს. არ ვიცი ეს ვინ როგორ მიეჩვევა ხო? ისევ დიდი თითი მეგონი აქ უწევს მაინც, მაგრამ მე უფრო ესე მოხერხებული მაქვს. აი ეს არის მოკლედ ეს თავისუფალი თვლები, იგივე ჯაჭვისებური თვლები და მოტრიალებაც მე მგონი მიხვდით როგორ ბოლო თვალი აუცილებლად ხელუხლებელი რჩება და წინა თვალში შედიხართ ყოველთვის. კარგით, დღეს იყოს ეს სულ ეს იყოს და ივარჯიშეთ, ვისაც აი გინდათ ძალიან რომ ისწავლოთ ქსოვა, ცადეთ და უფრო განვითარდებით სწრაფად. რაც შეიძლება ხშირად ქსოვეთ. წარმატებები ყველას, ნახვამდის.